გამარჯობა, მე ვარ თამუნა პოშტარია. მე კი მარიამ კობალაძე. ჩვენ მუშაობთ კვლევით ორგანიზაციაში CRRC. წარმოგიდგენთ 4 მოკლე ფილმს კვლევის ჩატარების შესახებ. ამ ფილმების ჩაწერის მიზანია ყურადღება გავამახვილოთ იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი კვლევის ჩატარების დროს. ჩვენი ფილმები შეეხება შემდეგ საკითხებს: კითხვარის შედგენას, შერჩევას და მონაცემების შეგროვებას, ამ მონაცემების ანალიზს და ფოკუსურ ჯგუფს, როგორც თვისებრივი კვლევის მეთოდს. დღეს დავიწყებთ პირველი ფილმით, ეს არის კითხვარის შედგენა. ფილმი ჩაწერილია კითხვა-პასუხის ფორმატში და დღეს მე დავუსვამ კითხვას თამუნას. დავიწყოთ. თამუნა, თავიდან მინდა დავიწყო. რა შემთხვევაში გჭირდება კითხვის შედგენა? კითხვას ვადგენთ მაშინ, როდესაც გვინდა გამოკითხვის ჩატარება. გამოკითხვა არის საერთოდ კარგი ხერხი, მაშინ, როდესაც გვაინტერესებს რაოდენობა. რამდენად, რა სიხშირით და ასე შემდეგ. CRRC ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვებს საქართველოს მასშტაბით სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ საკითხებზე. საიდან იცით ზუსტად რა კითხვები უნდა ჩაწეროთ კითხვაში? კითხვებს ვადგეთ იმის მიხედვით, თუ ისი გაგებადია საერთოდ, ანუ რა გვაინტერესებს. აგრეთვე კარგი ხერხი არის, რომ კითხვები ამოვიღოთ სხვა საერთაშორისო გამოკითხვებიდან, ახლა ის შევცვალოთ ისე, რომ მოვარდეთ ქართულ ადგილობრივ კონტექსტს და საერთოდ კითხვების საფუძველი არის ხოლმე ჰიპოთეზები, ეს არის ვარაუდები, რომელთა გადამოწმებაც გვინდა. აგრეთვე აუცილებელია კითხვები იყოს დაწერილი ისე, რომ იყოს ძალიან მარტივი ენით, ისე რომ ერთმანეთ გასაგები იყოს ყველა რესპონდენტისთვის და ჩვენ დავეცადოთ, რომ რესპონდენტი არ გავაღიზიანოთ ჩვენი კითხვებით და ისე გავაფორმულირებო, რომ მარტივი იყოს გასაგები და კარგად ასახმელი რესპონდენტისთვის. ჩვენ გვაქვს ისეთი მაგალითი, რომ კითხვის მაგალითია, ჩვენ ვეკითხებთ რესპონდენტებს მათი გასულთოში პირადი შემოსავლის შესახებ. ჩვენ ამ შემთხვევაში რომ პირდაპირ დაგოსვა ეს შეკითხვა ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ის რესპონდენტს არ მიუძღვნა პასუხის გაცემა, ამიტომ ჩვენ მივეცით კატეგორიები და მას შეუძლია ამოერჩეს ამ კატეგორიებიდან. გასაგებია, უფრო დეტალურად თუ შეიძლება კითხვებზე კიდევ. რა ტიპის კითხვები არსებობს? კითხვები ზოგადად არსებობს დახურული და ღია. დახურული კითხვა არის ისეთი კითხვა, როდესაც პასუხის ვარიანტები მიცემულია ის კითხვაში და რესპონდენტს შეუძლია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე ვარიანტი, ამის მაგალითი გვაქვს ჩვენ მონიტორზე ზუსტად. და არსებობს ღია კითხვები, როდესაც არ აქვს მიცემული პასუხის ვარიანტები და რესპონდენტს თვითონ ჩაწეროს ან დაასახელოს ესე ვთქვათ პასუხი. სხვა ტიპის შეკითხვები. სხვა კიდე არსებობს ნახევრადღია შეკითხვა, როდესაც არ აქვს ჩვეულებრივად ჩვენ მოკითხებით, როგორ გადაადგილდებით ხოლმე თქვენს ქალაქში ან სოფელში და ჩამოთვლილი არის ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალება და ამის გარდა არის მოცემული კატეგორიურად სხვა გამოფებული არის კიდევაც მონიტორზე და აქ რესპონდენტს შეუძლია შეწიროს. ანუ არის როგორც მოცემული ვარიანტები, ისე ღიად დატოვებული ვარიანტიც. არის ნახევრად. ამის გარდა არსებობს დიქოტომიური შეკითხვა, ეს არის დახურული კითხვის ვარიანტი, როდესაც გვაქვს მხოლოდ ორი პასუხის ვარიანტი, დიახ, არა, ვეთანხმები, არ ვეთანხმები, მომწონს, არ მომწონს და ასე შემდეგ. აგრეთვე შეიძლება პასუხები გავზომოთ 5-ბალიან სკალაზე, როგორც არის ხედავთ. ჩვენ ვეკითხებთ რესპონდენტს რამდენ ვეთანხმებიან, არ ვეთანხმებიან გარკვეულ მოსაზრებას და ერთი ნიშნავს, რომ საერთოდ არ ეთანხმებიან, ხუთი ნიშნავს სრულად ეთანხმებიან და შეუძლიათ თვითონ შემოხაზონ 1-დან 5-მდე რომელიმე კატეგორია. ამის გარდა თქმა უნდა არსებობს ჩვეულებრივი კითხვები, როდესაც ესე ვთქვათ ვარიანტების ჩამონათვალი გვაქვს ყველანაირი რენჟირების გარეშე, როგორც ხედავთ ამას მონიტორზე. და პასუხის ვარიანტებს როგორ არჩევთ? ჩვენ ზოგადად კითხვის, ანუ ძირითადად ვიყენებთ ხოლმე დახურული კითხვებს, ან ნახევრად დახურულს. ეს ესეთი გვიადვილებს ესე ვთქვათ ანალიზს თვითონ მონაცემების შეგროვების შემდეგ და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვის პასუხები იყოს ამომწყურავი და უთნეთ გამომიწყავი. აი როგორც ხედავთ მონიტორზე, ჩვენ აქ ვეკითხებით რესპონდენტებს ძირითადი სამსახურის შესახებ. აქ არის ჩამონათვალი სამსახურის ტიპების. ჩვენ ვეცადეთ, რაც შეიძლება ამომწყურავად ესე იგი ჩამოგვეწოდა ყველა შესაძლო პასუხის ვარიანტი და აგრეთვე ვეცადეთ, რომ პასუხის ვარიანტები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს და რესპონდენტს შეუძლია თავი ანუ ერთ-ერთი კატეგორია ამოერჩიოს, რომელშიც იგი ყველაზე კარგად ხდება. თუმცა თუ მაინც იგი ვთქვათ ვერ იპოვის ამ კატეგორიებში თავის თავს, ისე ვთქვათ არის
ესეთი ვარიანტი სხვა, სადაც მას შეუძლია მიუთითოს. ანუ ეს ნახევრად ღია შეკითხვაა. ეს არის ნახევრად ღია. და აი ამ ბოლო ორ ვარიანტზე მინდა ყურადღების გამახვილება. ყველა კითხვაში შეგვხვდა ვარიანტები არ ვიცი და უარი პასუხი. დიახ, ეს არ ვიცი და უარი პასუხი, უბრალოდ აუცილებელია რომ ყველა კითხვის ვარიანტებად იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსი არის იმის, რომ სტუდენტი უბრალოდ არ იცის პასუხი ამ კითხვაზე, ან არ მოინდომოს პასუხის გაცემა და შემიძლია მისცეთ რესპონდენტს საშუალება, რომ ეს დააფიქსიროს. თუმცა, როდესაც ხდება პირდაპირ გამოკითხვა, როდესაც ინტერვიუერი ატარებს გამოკითხვას, მაშინ ინტერვიუერს ვეუბნებით, რომ ეს პასუხები არ წაუკითხოს რესპონდენტს, რომ არ უბიძგოს ესე ვთქვათ ამ პასუხისკენ. როგორც ხედავ, საკმაოდ რთული პროცესი უნდა იყოს კითხვის შედგენა და მაინც უფრო დეტალურად თვითონ კითხვის შედგენის პროცესზე რომ მოვყვება. ესეთ აი კითხვის შედგენა ესე ვთქვათ ძალიან რთული პროცესი, აქ ერთი ადამიანი რა თქმა უნდა ამის მარტო ვერ გააკეთებს, მთელი ჯგუფი არის ამისთვის ერთი, რომ ესენი ერთად ხდებიან, განიხილავენ კითხვებს, რა უნდა შეიმჩნევს კითხვაში, განიხილავენ პასუხის ვარიანტებს, თანმიმდევრობას, თვითონ კითხვების თანმიმდევრობას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შედგენა და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეს იმ საკითხზე, რასაც ვიკვლევთ და შეიძლება სხვა წყაროებსაც კი თხოვოთ და დაგვეხმაროთ. მაგალითად, ჩვენ ვატარებთ გუნდთა შესახებ გამოკითხვას, ჩვენ შეხვედრა მოვაწყებთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც მოგვაწვდის ესე ვთქვათ ინფორმაცია ამ დეტალების შესახებ და ეს ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ კითხვას შევედგინოთ. გასაგებია. შევდგინეთ კითხვარი. საიდან იცით, რომ ეს კითხვარი კარგია და რომ დასმულ კითხვებს რესპონდენტები თქვენთვის დასურველად კარგად გასცემენ პასუხს და კარგად გაიგებენ. იცით, თვითონ კითხვის შედგენის შემდეგ, მანამ სანამ დავიწყეთ ისე ვთქვათ, სრულმასშტაბიანი გამოკითხვის ჩატარებას, ჩვენ ვატარებთ ეგრეთ წოდებულ ტესტს, ეს არის წინასწარი გამოკითხვა, დაახლოებით 30 რესპონდენტთან ვატარებთ, რომ ვნახოთ რა არსებობს თუ რაიმე პრობლემა კითხვაში, ანუ არსებობს თუ არა გაურკვეველი კითხვები, რომელ კითხვის ვარიანტები, თქო რაღაც დასამატებელია კითხვაში რაღაც ვარიანტები და აი ამ ტესტის საშუალებით ჩვენ ზუსტად ხედავთ ყველა იმ პრობლემას, რაც აქვს კითხვას და აქედან გამომდინარე შემდეგ ვცვით კითხვის შესაბამისად. დიდი მადლობა თამარ. შემდეგში მე დაგისვათ კითხვებს შერჩევის შესახებ.